ახლა დილის 8 საათია და ბორჯომში -3 გრადუსია. ძალიან ცივა. წესით ამ დროს სახლში უნდა ვიყო, რომ არა ახალი წელი. დღეს პატარა ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო. დღეს ერთი დღით გადავდო მიკროფონი და კამერა, დავივიწყო რომ ჟურნალისტი ვარ და პროფესია შევიცვალო. მშვიდობის, როგორ ხართ? მადლობ, კარგად. მოკლედ, შემოგიერთდით ეხლა და თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაო ამ დილით. ოღონდ კარგად უნდა ამიხსნათ, რა უნდა გავაკეთო, რა ტერიტორია დავასუფთავო? აი, აქ მოდიე პატარაა. ანუ ეს დავალაგოთ, ხო? აი, ეს პატარაა და ეს ერთად უნდა მოვაგროვო? ხო, კი. აქედან წამოვიღო და აქ მოვიტანო, ხო? აქ მოვიტანი, აი. დილით რომელი საათიდან იწყებთ ხოლმე მუშაობას? 3. ანუ ფაქტობრივად მთელი ღამე მუშაობთ, ხო? ხელები გამეყინა ძალიან ცივა. ძიმე კი არის გოგო, განა. არ არის ძალიან ძიმე. ვიმუშაოთ, არ მოუცდეთ. ეხლა ჩვენ თავად აიქαμε და ეს. კი. მართლა. კი, და საახალწლო ეთერში ყველა ერთად ვიქნებით. ჩემი ქვა ტელევიზორის გვერდიდან არ ადგება. ეხლა საით მივდივართ? აი, ქვით. ვაიმე, თქვენ გაიხარეთ. თორე ამას რო ის მოვჩებოდი მე. ბიჭო, ის მოვჩებოდი. მოგეხმარებით და ერთად უფრო მალე გავაკეთებთ საქმეს. ძალიან კარგი გოგო ხარ, შეგძლებია მუშაობა. ესეც ასე დილად საქმიანად გავატარე. ერთადერთი რამაც ყველაზე დიდი დისკომფორტი შემიქმნა, ეს არის სიცივე. თქვენ ხართ ნამდვილი გმირები, რომ ამ სიცივეში ასეთ საქმეს აკეთებ. და მე მიხარია, რომ ერთი დღე ჩემი ქალაქის მეეზოვე ვიყავ. ნუ დავაგვიანებთ ქუჩებს, პატივი ვცეთ მეეზოვის შრომას. ბედნიერი ახალი წელი თქვენ, მე და სრულიად საქართველოს. გილოცავთ ყველას, ძლიერად საქართველოს. გილოცავთ.